თქვენ უსმენთ ძველ რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. მიშა და ნინო დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. გულიკო გურგენიძე, თამრიკო რობაქიძე, დუეტი კოლორიტი ჩვენთან. მოგესალმებით ქალბატონებო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზაურეთ. მადლობა თქვენ. დღეს რაღაც სხვანაირი დაიგო. რომ კიდევ მოგიწვიეთ. თქვენ სადაც ხართ, იქ ყველგან დღესასწაულია. მადლობა დღესასწაულისთვის. რაც შეეხება კოლორიტს, 7 წლის ხდება. კი ბატონო, თებერვალში. თებერვალში იუბილე გიახლოვდებათ და წინასწარ გილოცავთ. დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ კი და ბატონო. ამ არაჩვეულებრივ, მოდი თქვა, შემოქმედებას ამ არაჩვეულებრივ სიმღერებს გჩუქნით და მართლაც დღესასწაული ხართ ქალბატონებო. და არას მხოლოდ სიმღერებს, ურთიერთობას, რომელიც ამაზე ვისაუბრებთ, ზერაშიც რა თქმა გამოვიხატება, აი თვითონ იცო, დიდი მადლობა, გაიხარა. იმას იმადლობა რომ მოგზანდით კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ამას ვქენით, რა ქვია, მივაღწიეთ, არა, ნუ მოვიტანეთ თქვენ. იცით რა ის ბუნებრივად ხდება. კი ბატონო. ამის თავად. ამის თამაში წარმოუდგენელია. არ თქვენ არსებობს. რასაც გულით ატარებთ იმას მღერით და ამ სიყვარულს და სითბოს კი, გჩუქნით. ბატონო. რაც შეეხება იუბილეს, თუ შეიძლება წინასწარ გაგვანდეთ მოსამზადებელი ეტაპი, გვაინტერესებს. კი ბატონო, თებერვალში ხვდებით 7 წლის, მაგრამ ნუ სადღაც აპრილის ბოლოს გაზაფხულზე დაგეგმილი გვაქვს, გვინდა ჩავატაროთ ჩვენი შემაჯამებელ შემოქმედებითი საღამო ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში. ჩვენს გვერდით. კი ბატონო, მეზობლად თქვენთან. და თან მინდა ახლა კიდე გავაჟღრო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მერაბ სანოძეს, სანო სტუდიას, სანოს მოვიკითხოთ არაჩვეულებრივ მერაბის, რომელმაც უსასყიდლოდ ყოველგვარი გარეშე გადაწყვიტა და გვიკეთებს ალბომს. და ეხლა მალე დაიწყება უკვე ჩაწერები და გვინდა რომ ეს საღამო და ალბომის პრეზენტაცია დავამთხვიოთ ერთად. კი ბატონო, მშვენიერია და რაც შეეხება ალბომს, რამდენი სიმღერა შევა? იცი რა, მე ხა ჩვენ მე და გულიკომ რო კითხა მერაბი, რა ვიცი, მე რამდენი, რაც ბევრიო, იმიტომ რომ ისე კარგად ვღერი ხა ეს უნდა დარჩესო და ნამდვილად. სადღაც 50 სიმღერა გვაქვს უკვე ხო და ნახოთ მე მუშაობის პროცესში როგორ წავა და რა თქმა უნდა ხა რამოდენიმე ახალი სიმღერა ექნება დანარჩენი ძველი და ჰიტები. თქვენ ძალიან დიდი სიმპათიის არგებთ საზოგადოებაში, იმიტომ რომ მიმღერა როცა გადიოდა ეთერში, აი ნახვების რაოდენობა და ზოგადად შემდგომი უკვე რეაქციები სოციალურ ქსელებში, ნამდვილად და მართლა საგულისხმოა ის თქვენი. შეიძლება ვიღაცა უკეთესად იმღერო ვოკალური მონ, მაგრამ ის რაც რასაც თქვენ გადმოსცემთ, ნამდვილად ის არის რაც უკვე ფაქტობრივად იშვიათობაა, იმიტომ რომ ეს ნამდვილია და ეს ის არის რაც თქვენ კი არისწავლეთ, არამედ შეიგრძენით და შეისხორცეთ, შეიძლება ესე ითქვას, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაც თქვენ გესმოდა. ქალბატონო, მე მაინც მაინტერესებს, აი თქვენ, რა თქმა უნდა, თქვენს ყავდათ ისინი, ვისგანაც თქვენ სწავლობდით, ის ინტონაცია, ის აქცენტები, ის სწორი מחვილების თუნდაც სიმღერაში, აი ვინ იყვნენ ესენი? მე ჯერ გული კომენტით შევიარე მე. საინტერესოა. ახლა რაშია საქმე? მე თვითონ მივყევი ამ საქმეს, ანუ ვოკალის სწავლებას საესტრადოში ვასწავლიდი, მეორე მუსიკალურში, თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ როგორ არის, იცით ის ნასწავლი, აი როგორ გითხრათ, არ მისწავლია. უბრალოდ ეს შევისისხლ ხორცე. ერთი მოსმენით მეორე, მესამე ბავშვობიდან დედაჩემის საგვარეულო მღეროდა, ცეკვავდა, უკრავდა გიტარაზე და ასე შემდეგ, ჩონგური, ფანდური, ასე შემდეგ. ხო და იმდენად საინტერესო იყო ეს ჩემთვის, ისეთი მიმზიდველი იყო და ისეთი აი ჰარმონიული, აი ეს ხმების შერწყმა, ეს აწევა სიმღერის რაღაცა ისა, მე ჩამოწევა აწევა-ჩაწევას ვეძახოდით, თორემ კულმინაციას და იმის კი არა. ეს მე უკვე კონსერვატორიაში მივხვდი რა შეიღო საქმე. ხო და აი ეს ყველაფერი იმდენად ჩამიჯდა
რომ მე ამის გარეშე ხო უკვე აღარ შემეძლო და აი როცა ვქეიფობდით ხოლმე აი მაშინ იყო რაც იყო თორე აღნიშნა არა ძალიან ესეთი სხვანაირი გემოვნება გულიკოს რა აი ქალაქური აი როგორ უნდა ახსნა არ ვიცი მაგრამ აი ყველა ბგერა ჩახვევა აი ეს აქ არაჩვეულებრივი და მე ანუ უნიკალური შეიძლება ითქვა ეხლა ეს ძალიან რთულად მოიძებნება მსგავსი რამ ეხლა ხო ნუ ეთი აღარ არიან ისინი ვინც მეც ადრე მეც ხოს მთელი ცხოვრება მღეროდი ოჯახი ბაბუა ჩემი ლოტბარი ასე შემდეგ მაგრამ ცოტა დავიხვეწე მე რო ოსმალეთში ვიყავი ან თაიგულში თაიგულში როცა ვღეროდი გოგი დოლიძე იყო ჩვენი სიმღერის რა ქვია ანუ სიმღერებს გვიშლი და რაღაცა და გოგი ჩამომაყალიბა იმიტომ რომ მე ცოტა მეტმელიზმებს ვაკეთებდი და მითხრა რომ ქალაქური სიმღერებს ეს იმერული მელიზმი და ესე არ ნაკლებიო თქვა და იცი რა რაღაცა მე თვითონ როგორ გულიკოს იმას რო უსმენდი ამათ რო უსმენდი ხო სულ ყველაფერი და ეს ჩამოყალიბდი მე ეს წარსულზე როგორ შექმნა ილაპარაკოთ მაგრამ როგორ შეიძლება არ დოსვა შეკითხვა მაინც როგორ მოხდა ეს აი როგორ იპოვეთ ერთმანეთი დიახ და აი სანამ ამ კითხვის პასუხს გასცემთ ერთს დავამატებ როდესაც საუბარია დუეტზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გესმოდეთ ალბათ ერთნაირი გემოვნებაც გქონდეთ აუცილებლად იქიდან გამომდინარე რომ დუეტი შედგეს. სხვა შემთხვევაში ალბათ წარმოუდგენელია, ხო? და ისტორიით ეს თქვენ ორივეს თქვენი ისტორია ქონდათ და დუეტი შედგა. ხო, იცი რა, შედგა, იმიტომ რომ ეს დანარჩენი წლებიც ხო ჩვენ ერთად ვიყავით. ხო? ნუ თითქმის ერთად ვიყავით. მე ბევრი რამე ვისწავლე გულიკოსგან. და ეხლა როგორ ავართ იცი? არც გჭირდება, არ უნდა გამოხედვა როცა რაღაცა როცა ხასია ჩასუნთქვაზეც კი ვიცით უკვე რა ისე ხდებით ხოლმე რა უნდა გააკეთოს რა და მეც იმ წუთას იქვე მივყვები ხოლმე ნებისმიერ შემთხვევაში მით უმეტეს როდესაც შემოქმედებასია საუბარი ხო დუეტს უნდა ესმოდეს ადამიანად არ გამოვა ხა იცი როგორ მე რო არ რა თქმა უნდა ეხლა რაშია საქმე სიტყვა ცნება დუეტი ეს არის დადებული უკვე დუეტი ეხლა მე მომწონს არ მომწონს, თამრიკოს მოწონს, არ მოწონს, აქ უკვე შეთანხმების ამბებია, აქ უკვე სხვა ვარიანტი. სამეგობროში, როცა ერთმანეთს ხვდებოდით ჩვენ, აქ იცი რა, მოიცა იმპროვიზაცია, როგორც გენერაცია. აი ახლა ეს აქ არა, აქ უნდა ჩამოყალიბდეს ის, იმიტომ რომ თუ ხარ პროფესიონალი, უნდა იყო ბოლომდე, ხო? ესე ხო არ ხდება 1-2-3 და ნამდვილად და როდესაც კოლორიტებზე ვსაუბრობთ თან სახელწოდება გაქვთ ისეთი დუეტი კოლორიტი ხო მე ვფიქრობ რომ ეს თან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა რა თქმა უნდა იყო კოლორიტი ეს ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და აი თქვენი აზრი მაინტერესებს რას ნიშნავს თქვენთვის კოლორიტობა კოლორიტობაზე რა მოგახსენეთ მაგრამ სიტყვა კოლორიტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჯერ იმიტომ რომ იმ არეალში სადაც მე გავიზარდე ეს არის ავლაბარი ეს ამდენი ეროვნების ხალხი ერთად შეკრული მაგათ შემოვევლე თქვენ არიცით აი არანორმალური თბილი აი გვერდში მდგომი ის იმ ხალხთან ერთად გავიზარდე ხალხო ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო აი ტკბილი და თბილი რო იყო ხო პატარა რო ვიყავი გავიქცეოდი და ეზიდები იყვნენ საღადეი და კადაკიანი პუდი ვითომ სახში არ მქონდა ეს დედა ჩემი მომდერს უკან ხო აი გიჟდებოდი და ამას წინაზეც ხო გიჟდებოდი აი ესეა ხო და მე რეიცით იმისი სიმღერა იმისი გამონათქვამი იმისი ჩაცმულობა იმისი რაღაცა აი რამდენ რაღაცას ნიშნავს ბევრ სიტუაციაში რომ ხო ჩახედული ხარ უკვე და ბავშვობიდან და აი ეს რატომღაც ეს ჩამეჯინა მე და ამას დავამატებ აბსოლუტურად ისა თვითონ ადამიანის თვისება ეს როგორ უნდა აიყოს ეს რაც მოყვა ხო აი ესე მოსასმენები ანუ გულიკომ ეს შეისრუტა სულ ყველაფერი და თავის ჩარჩოში მოაქცია და გახდა გულიკო ქალაქის კოლორიტი
გამარჯობა. იგი მეც ასევე მე ჩემი რაღაცებით, ჩემი სხვა რაღაცით, მეც იგივე. აი მე და ნინო სწორედ ეს აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, როცა დავანონსეთ თქვენი სტუმრობა, რომ ეს არის სწავლება ისაც თქვენ ამ კოლორიტებს იყვის, არ არის ეს. და ეს ყველაფერი ასე თქვენ გაქვთ. ეს ხმა, აი ეს თქვენი ხმა, ხმოვანება, ეს აქცენტები, რომელიც მართლა უნიკალურია, შეიძლება ესე ითქვას, ეს არის ძველი თბილისის აი რაღაცნაირად კიდე შემორჩენილი და აი თქვენი დუეტი მართლა კიდევ აი აცოცხლებს იმ ძველს, იმ ღირსებას, ის რაც იყო ეზოებს თქვენ აღნიშნეთ, მრავალეროვნებას, რომელიც ყველა ნინოც მეც ამაში გავიზარდეთ ყველა ჩვენს გვახსოვს ჩვენს დავრბოდი და სკოლის ბუფეტის ყველაზე გემრიელი იყო ნამდვილად. კაპიტანის სოსისკი ხო ორჟიგი და ეს კატლეტი, პორტლეტი. თუ ვიღაცას არ ქონდა, ხო, იმას ყველა შევჭამდით. აუცილებლად ყველას უნდა გაგვეყო იმისთვის, რომ იმასაც ეჭამა. ხო გახსოვთ, რამდენჯერ გვიყიდია, სახლში არ ქონდა ის გემო, ნამდვილად. იმას გასახმობდა. არა, ხო. და სხვათა შორის ძველ თბილისს და ნუ მე ძველ თბილისში ვცხოვრობ მცალოლაკში, კიდევ შემორჩენილი აქვს ის, რაზეც თქვენ საუბრობთ და ასევე ჩემთან ვარანცოვზე იგივე შევინარჩუნებთ ბოლომდე. და კოლორიტებს საუბრობთ და როგორ შეიძლება რომ არ წავიმღეროთ, უბრალოდ არ წაიმღეროთ კოლორიტულად. ვაიმე. საწყალი შესრულება. ალბათო კოლორიტი. კოლორიტონა. ისმენთ კოლორიტებო. დავიცი. თავრიგო. დიახ. პაუზა. ხო, პაუზა. როგორ ჩემო? ნილო თილისო მოდი. მოდი. დამწვარგოსამლად ედები. იტაიყვანე რომ მოგწევი. შემოგინახა თილისო და სავიწყებლად არ მემედები. აჯა. შემოგინახა ჩემმა თბილისმა და სავიწყებლად არ მემედები. ისე თქვენ შეგიძლიათ ჩემნაირიც ამღეროთ. იმღერე? რომ მღერით გული მღერის, გულში მღეროთ. გავდანგულიკო რა შეეხება რეპერტუარს, თქვენ ისეთი სიმღერები გაქვთ, რომ აი ოდესღაც აი მამაჩემის მამის მეგობრები როგორ და აი გაყვრით რომ მსმენია და ესეთი სიმღერები აღორძინეთ თქვენს რეპერტუარით, თქვენი რეპერტუარით რომ ბევრისთვის მაგალითი მეც და ბევრმა უკვე თქვენგან გადაიღო ეს და თავის უკვე რეპერტუარშიც კი აი როგორ ხდება ამ რეპერტუარის შერჩევა და ეს გახსოვდათ ყველაფერი თუ კი ხო რა ხიდან მომდევს მამიკოს უყვარდა ძალიან დოლგარმონი და თვითონ მამიკო ცეკვავდა ძალიან კარგად და დედაჩემი ცეკვავდა ღეროდა ხო გახსოვს ამრიგო როგორ არ მახსოვს ხო ჩემი კუწკუწა ხო და დედიკოს რეპერტუარში აი მამიკოს სიყვარულიდან გამომდინარე და მამიკო დედიკოს სიყვარულიდან ესეთი ოჯახი მე არ მინახავს აი თქვენ არიცით აი ამ სიტუაციაში გაზრდილი ყველა სიმღერა ჩემთვის მისაღები იყო ბებია ჩემიც მღეროდა თავის დროზე ეს ხო და აი მე 7 წლის ვიყავი ბებო რო გარდაიცვალა და იმის მერე ძალიან ამერია იცი რაღაცეები ვერაფრით ვერ გადავიტანე ის რომ ბებოს ხმა არ მესმოდა ბებოს აღიღინება არ მესმოდა გაკლდათ ხო იბატონე ხო და ნუ მე ახლა თავისთავად უკვე ჩვენ რო დავიწყეთ მივხვდით რომ აი ეს ძველი სიმღერები იყო მივიწყებული და იყო ნოსტალგია ამ ხალხს და აქედან გამომდინარე დავჯექით პედაგოგიკო გადავხედეთ არის უამრავი საშუალება ისე ამისი და უკვე დავიწყეთ ამოკრეფა და უყურეთ ახლა რა ხდება ხო ამოვიღეთ ეს სიმღერები მე უკვე ცუდი ისა დატესტო არ ქვია ამას გამოცდა ხო პუბლიკა რა ქვია მსმენელი როგორ და იმის მიხედვით თუ ვატყობდით რომ მსმენელმა მიიღო და ანუ მეტი იმის იყო რა ქვია ემოციები და რჩებოდა პროგრამაში რომელიც არის ის უკვე აი ეს ნელა სრულიად აი ახლა ამ ბოლო დროს არ ქონა პროგრამაში ოველსენეულებასე სიღამარული შეყვარებული სათვით ხოინა
გათელის გიმნელია ეს შევიტანეთ და უნდა ნახოთ რა ხდება არ არსებობს ადამიანი ვინც იცი რა ზის საკონცერტო დარბაზი ხო არა რესტორანი ეგას ლაპარაკობს იქ რაღაცა ზოგი უსმენს ცალი ყური ზოგი არ არსებობს აი ეს სიმღერა დაიწყოს და ყველა როგორც ერთი მღერის ამას დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს და აი კოლორიტებს საუბრობთ და ქალაქურ სიმღერაზე რაც შეეხება ქალაქურ სიმღერას დღეს აქტუალურია კი ბატონო თუმცა ნახეთ რომ გადის ანუ თანამედროვე ეპოქას თავის მოთხოვნები აქვს ახალგაზრდებს თავისი მოთხოვნები აქვს თავისი ინსტრუმენტები როგორ ფიქრობთ იმისთვის რომ ქალაქურმა სიმღერამ ყოველთვის თავისი ადგილი დაიკავოს და ყოველთვის იყოს პოპულარული იცი რა ყოველთვის იქნება იმიტომ რომ აი ეს რაც თქვენ ჩამოთვალეთ ჩემი შვილიც კი რომელიც აი სერიოზული როკით ხო დაკავებული ქართულ სიმღერას არ ეხა უკვე გადმოვიდა არ არსებობს ასაკი არ არსებობს აი ეს ყველაფერი მაინც გენი ჯიში კოდი ჩვენია ხო ყველა кейფი მათი თავდება ქართული თქვენ არის როგორ გაახალგაზრდავდა ჩვენი მსმენელი მართლა 21 22 25 წლის ბავშვები მოდიან და ზეპირად იციან ჩვენი რეპერტუარი და მე ერთი მაქვს დიდებზე აღარ მაქვს საუბარი იმიტომ რომ დიდებისთვის უკვე ესეთია ხო პატარებისთვის ერთი მაქვს საერთოდ აი ძალიან კარგად აღვიქვი ეს ყველაფერი თუ გაქვს საფუძვლად ქართული ხალხური ქალაქური სიმღერა თუ გაქვს საფუძვლად ნუ იმღერებ ყველა სიმღერას რა თქმა უნდა და იმღერებ რაღაცას განსაკუთრებულად ქალაქურად ქართული ხო აიცი რა ქართული ფუძე გაძლევს იმას რომ თუნდაც იმპროვიზირებაში ხო გააკეთო ის შენი გააკეთო ის კი არა რომ იქიდან გადმოიღო აი შენი უნდა გააკეთო შეხეთ ანუ შენი ჯერ შენი რა თქმა უნდა მე ამაზე ააშენა ხო ანუ საფუძველი შენი უნდა კი ბატონო ეს არის ნამდვილი სამწუხაროდ ახლა ჩვენთან როგორ ხდება იცი რომ ეს პატარა ბავშვები მაგრამ მაინც უბრუნდებიან ჯერ იწყებენ ინგლისურიდან რაღაცა ხი კარგად ღერია სულ ყველაფერი მაგრამ ნუ მე მაინც უწევთ იყო რამოდენიმე შემთხვევა მოვიდნენ რაღაც და გაუჭირდა და თქვა კიდევაც რომ რაღაც მე ქართულს ვერ ხო ნუ ვერ მღერის გაუჭირდა ქართული მაგრამ აქვს სურვილი თავარი ეს არის ეს ალბათ იმიტომ ხდება რომ მათი მშობლები არ იკრიბებიან ხშირად არ ჟღერს ისეთი ქართული სიმღერები ხო არა იმიტომ რომ ხო არა ნუ შეიძლება კიდევაც კი მაგრამ მაინც უკვე ინტერნეტმა და კომპიუტერმა ისე ქალბატონ თამარ ანუ თქვენ გააქვთ ეს და შენარჩუნებულია და თქვენი სწავლობით ისევ თბილისის ხანგების მოსმენა შეიძლება აი გულიდან ამოსული სიტყვების და მახვილებს აი გაგზელება როგორ იქნება აი ყავთ მოწაფეები ანუ ვინმე მოდის რომ დაუშვათ ანუ თქვენ სწორედ ბრძანეთ რომ ამას სხვანაირი გაგება უნდა მაგრამ ყავთ ვინმე ესეთი გეგულებათ ახალგაზრდებში ვისაც შეგიძლიათ გადასცეთ ეს თქვენი ჯერჯერობით თავის დროზე გადავეცი მაგრამ ეხლა პანდემიის მერე მაინდა-მაინც ძალიან შეიზღუდა მოსავლები და მე უკვე აღარ ამიყვანია. მე ვაი თქვენს მანერები, თქვენი მანერები. ჩვენი დუეტი რო გადაბარდეს გადავუშვათ. დუეტი, ტრიო. ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ხო, გასაგებია. თუ გამოჩნდება და მივეხმარებით აუცილებლად. ნიჭი არ მეპარება რომ ასე იქნება და კიდევ ახალ სიმღერებზე მინდა გითხოთ 50 სიმღერა როგორც აღნიშნეთ. ალბომში შევა, აპრილში გაიმართება იუბილე და ალბომის პრეზენტაცია და ახალ სიმღერებზე მუშაობთ თუ არა უკვე? უნდა ეხა უკვე უნდა დავიწყოთ. ეს ახალი წლები ხო იცი როგორი ის არის? იმის არის გოზიმა რო იკითხა. რა ქვია ბესო. აბა ბესო. კალანდაზე? არა, იუმორინაში როა ეს. ვემან ვერლაშულო. ხო. რაც ერთი მითხარი, დასაწყისი ვიციო ახალ წელს. როდის თავდება ხო არ იცი და აი ამ დღეში ვარ. იანვრის ბოლოს. აი ეს ჩამთავრდეს რა, უკვე თებერვლიდან უკვე უნდა დავიწყოთ სერიოზული მუშაობა. ხო, მართლა გჭირდება, იმიტომ რომ ეხლა თქვენ ძირითადად აი ძველი რეპერტუარი და არის ვინმე შემოთავაზება ყოფილა რომ აი თქვენი დუეტიდან გამომდინარე რაღაც თქვენთვის დაეწერა სპეციალურად სიმღერა არის ეგეთ სიმღერები? ეაჯინორია დაგვიწერა კი ბატონო. მან რა ქვია, აჩი ფურცელაძემ დაგვიწერა.
მოგწონთ? რაღაცა სურველი. ხო და ნატო გელაშვილი ძალიან მომხრია იმისი რომ მისი სიმღერების უმრავლესობა ვიმღეროთ. ძალიან კარგი. ეს უკვე დიდი დაფასებაა ნამდვილად. და ისეთ რა მაინტერესებს სცენაზე გასვლის წინ გაქვთ თუ არა რაღაცა თქვენი დავშვა ტრადიცია ან ეხლა ნუ გაათქვენილი. საიდუმლოს რაღაც მე არა. აი ესე ჩვეულებრივი არის ხოლმე ხო ყოველს რაღაც ნუ თავისი იცით რა ხდება. რიტუალი და ეს არა. მე ცოტა თვალებში ვერა ვარ კარგად ვერ და ლავეს. ვერ ლავეს ხო და როგა სცენაზე გასვლისას რომ რიტუალზეა ლაპარაკი ამას იმის ფიქრი აქვს ხელი მომკიდოს ანუ ეს რიტუალია არა მოძეთ გამოდორუნე ესე ჩამოვდივარ და ავდივარ. ესე აი ამ დღეში ვართ მოკლედ ეს არის ჩვენი რიტუალი და კიდე მინდა იმპროვიზაციაზე კითხოთ იმიტომ რომ ხა ესეთ მუსიკოსებთან გვაქვს საუბარი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია რომ იმპროვიზაცია არ იყოს და აი ამ დროს დაბადებულა თუ არა კიდე რაღაცა საინტერესო აი დაგიჭერიათ გითქვამთ აი ეს ის არის კაცო როგორ ეს მე მარტო კეიფში არა როცა მოგყვება ყველა ხო დია იცი რა აი ის ცალკეა ის ცალკეა ზურგი ძის არ შემოგხედას აი როცა ყველა ერთად კეიფობს დედას გიფიცებთ ამრიკო თქვი რამდენი რაღაცა დაგვება და აი ზუსტად აი იმ კეიფების დროს ჯერ სად იყო დუეტი თქვი ნო так თან თქვენ ამღერს როგორ ხდება დუდუკი აი განსაკუთრებით იმღერეში რო იყო ის სასწაული იყო და სხვანაირად აი ძალიან ხო ნამდვილად ამის თქვა ამის მინდოდა ძალიან დილას მამიკო რო ჩართავდა ხოლმე მას რადიოს ხო და აი ამ რადიოში რაღაც აუცილებლად რაღაც დუდუქს რო დაიჭერდა და აბა მამიკო მოусმინე ნახე რა კარგია ნახე როგორი მელოდია და მეც მიყვებოდი და ერთხელ რაღაცა მამიკოს დაბადების დღე იყო მე მგონი და მიმღერეო რა რაღაცა დავჯექი პიანინოსთან დაუკარი ვიმღერე და მამიკომ იტირა გაუხარდა იმიტომ რომ ის შევითვისე და ის ჩემი ვთქვი რაც ჩემი უნდა მეთქვა თორე ის კი არა ის რო ის და მინდა გითხრათ თუ თქვენი სიმღერით რომ მართლაც სიხარულის რემლები მოადგება და ისე ნამდვილად კიდევ ერთხელ აღვნიშნო შეიძლება ვოკალური მონაცემები გქონდეს რაღაცა ძალიან ბედნიერები მაგრამ აი ის თქვენ ვერ შეგეძლებათ გულიდან ამღერის უცხოა რა თქმა უნდა და აი გულიდან ამღერი შინაურულია შეიძლება ითქვას ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მაინც ხო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნებისმიერ მიმართულებით საუბრისას ახალგაზრდები და რას ეტყოდით დავუშვათ მშობლებს რომელთა პატარებს ნიჭი აქვს სიმღერის როგორ განავითარონ ხო თუ აქვს საშუალება რა თქმა უნდა განავითარონ ეხლა მე ჩვენს ასა ძალიან ბევრი მირეკავს და მეკითხება აი თამრეკო ჩემი შვილი მინდა მივიყანო და ვისთან მივიყანო მირჩი ან თვითონ მეუნები კი კარგია ან რაღაც აუცილებლად უნდა იმას რა ქვია განავითარონ იმიტომ რომ მეტი კაი რა აი ეს არის ინვესტიცია ხო უნდა ჩადო რა ნუ ამოვიდეს და მივიღოთ ის სიამოვნება კი ბატონო მაგრამ არის მეორე უკიდურესობა ნუ კატეგორია მშობლების დავუშვათ რომლებიც თვითონ არ მღერიან და სურვილი აქვთ რომ ანუ არ იმღერონ შვილი ამ დროს ვერ დავუშვათ ვერ ამ დროს ვერ აი ამ შემთხვევაში იცი რა თუ ბავშვს აქვს თვითონ სურვილი იმ შემთხვევაში თუ სურვილი ისედაც მოახერხებს ყოველგვარი იმის გარეშე რომ უამრავი საშუალება და მასალა არსებობს იმისი რომ ეხლა მე თუმეტეს ნამდვილად არ ხო და რაც თავარია ის სიმღერის შესწავლა ეს ერთი მაგრამ სწორი სიმღერა ეს მეორე რა თქმა უნდა ის სუნთქვა ის დიაფრაგმის გამოყენება ის ჟესტი ის სიტყვის ჩადგმა მანერა აუცილებლად აი ამას ყველაფერს იმხელა მნიშვნელობა აქვს რომ როცა ამაზე მუშაობ ბავშვთან აქ უკვე მოდის პერსპექტივა მაგრამ ყველაზე კარგი თამრიკო ყოფილა ის რომ ახლა დაბადებული ხო ბავშვის უნდა ერთი კვირა არა უნდა ჩაურთო ქართული ხო ხალხური დედა ბავშვი გამოდის მენიანი თუ მე როგორც ვიცი მუცელშივე უკვე მუცლად ყოფნის ნუ ახლა იქ უკვე ტელეფონი უნდა მივიდოს და ის გამოსხივება არა მუსიკა ძალიან კარგია ძალიან შედეგიანია მინდა ვთქვა ხა მე ქართველი ერი ხო იცი ქართული ნიჭი მაინც სიმღერა გჭირდება კულტურული სიმღერა სადაც აი ღერიან ხოლმე არასწორად იმიტომ რომ
იზე სხვანაირი სჭირდება 100 სხვანაირი რომ ღერი ხარ ისე არასწორად ამისთვის არსებობენ პედაგოგები რაღა თქმა ძალიან დიდი მადლობა თქვენ მადლობა და ქაბატონ თამარ რომ მართლა გვაჩუქეთ ესეთი წარმატება მოგისურვოთ დარწმუნებული ვარ რომ ალბომის პრეზენტაცია ძალიან კარგად ჩაივლის და კონცერტიც იქნება ისე რა კარგად ვქენი და აქვე ხარ და გამოირბენთ აუცილებლად აი თავისთავად ხარდია აპრილში გაიმართება საიუბილეო კონცერტი და ახალი ალბომის პრეზენტაცია ეს პირველი ალბომი იქნება პირველი კი ბატონო პირველი და განუმეორებელი დიდი მადლობა გულიკო გურგენძე თამრიკო რობაქიძე გახდათ გახდნენ ჩვენი სტუმრები ულმესი მადლობა და თქვენს დიდი მადლობა ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენი გადაცემა კი 11-დან 5-მდე პირი არ გაგვიჩერები და ულმესი მადლობა ქალბატონებთან დიახ და მომავალ შაბათამდე მიერება სიხარული სიკეთე ჯანმრთელობა და რაც თავარია მშვიდობა რა თქმა უნდა მადლობა დიდი დროებით